გუშინ შესული ვიყავით სახლებში და შემოვიდა ჩემი შვილი და ამ დროს იფეთქა რაღაცამ და ჩამოინგრა აი ეს კედელი და აგერგია ეს ნანგრევები. პატარა შემოასრო, თორე აუცილებლად მოკლავდა. აქ არის ბაღი არის, ინსტიტუტი არის და არის ტროტუარი, საიდანაც ჩამოცვენილი ქვები ეცემა ტროტუარზე და საფრთხეს უქმნის ფეხით გავლენს. ესა ჩემი კარები, სადაც შევდივარ და გამოდივარ. სხვა შესასვლელი მე არ მაქვს. რომ ჩამოცვიდეს ის ქვა, რა თქმა უნდა, ჩემი სიცოცხლე დამთავრებული იქნება. აქ იყო სამზარეულო და 2021 წლის 4 ოქტომბერს გაზის გაჟონის შედეგად აფეთქდა ეს სამზარეულო და ჩამოინგრა, თვითონ დაინგრა მთლიანად ეს სამზარეულო და შიგნით მეორე მხარეზე კედლები ძალიან სქელია, დაახლოებით 80 სანტიმეტრია და იქაც დაინგრა ყველა მინა, ყველა კარები და ჭერი და ყველაფერი დაინგრა შიგნით. და გარედან დაინგრა ფასადი. ამ ხნის განმავლობაში რაც რო გადის, მით უფრო ფუჭდება ეს. და მე წასასვლელი არსად არ მაქვს და აქ ცხოვრობ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მოგმართავ თქვენ, რომ არის თქვენი გასაკეთებელი და გააკეთეთ. ნუ კი ანგრევთ ამ ქვეყანას აშენება უნდა, გელათი დაანგრიეთ, ამას ანგრევთ, წყებს ანგრევთ და ასე ნუ აკეთებთ.